ნიუ-იორკში ქართულ თეატრს 2008 წელს ვიქტორ სირელსონმა და მისმა მეუღლემ, რეჟისორმა ლიკა სირელსონ ბახტაძემ ჩაუყარეს საფუძველი. თეატრის სახელწოდებაც მათ ეკუთვნით, თუმცა მანამდე 2001 წლიდან მუშაობდნენ თეატრის გახსნაზე. ნიუ-იორკის ქართული თეატრი 17 წლის წინ სპექტაკლით 6 შინაბერა და 1 მამაკაცი გაიხსნა. 2025 წლის აპრილიც მნიშვნელოვანი თარიღია თეატრისთვის. პანდემიის შემდეგ ქართული კულტურის ცენტრის Dancing Crane-ის ძალისხმევით ნიუ-იორკის ქართულ თეატრში პრემიერა შედგა. ბასტიან და ლილი ნოვაკის პიესა ერთმოქმედებად სახელწოდებით წრე რეჟისორმა გიორგი წითურმა დადგა. სპექტაკლში ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მსახიობები მონაწილეობდნენ. რუტინული რეპეტიციების ფინალი კულისებიდან სცენამდე. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავიხადო, რომ ძალიან რთულია, რომ ნიუ-იორკში სპექტაკლი ესე გააკეთოს, შეიკრიბოს ხალხი, ძალიან დიდი სურვილიც რო გქონდეთ, 1000 საქმე არის აქ, მარტო თეატრში ესე იმუშავა არ გამოდის და მათ მინდა პირველ რიგში იმ ხალხს მადლობა უთხრა, ვინც სცენა დაგვითმო, ვინც ეს ყველაფერი მოიფიქრა, რომ გავუკეთებინა და არტისტებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არტისტებს ძალიან დიდი მადლობა და მთელი ჩემი გულით, რაც შემეძლო, ფიქრობ, რომ გავაკეთე და რა გამომივიდა, უკვე თქვენი შესაძლებელია. მივესალმები პირველ რიგში ჩვენს არაჩვეულებრივ მაყურებელს, რომელსაც მონატრებულია უკვე ნიუ-იორკის ქართული თეატრი, რომელიც თავისი არსებობის 17 წელს ითვლის, არც ისე ცოტაა და ყოველთვის ელოდება ხოლმე ჩვენს სპექტაკლს, თუმცა კოვიდის შემდეგ ჩვენ სამწუხაროდ გაჩერდა თეატრი და აღარ ქონია სპექტაკლები, მაგრამ მოკლედ ხელახლა მოგვიწია დაძახებამ ჰოპლა ჩვენ ცოცხლობთ. პირველი ეს ჰოპლა ჩვენ ცოცხლობთ დავიძახეთ, როცა შეიქმნა პირველი პრემიერა, როცა იყო 2008 წლის 15 სექტემბერს ჰანტერ კოლეჯში, ეს იყო ოტია იოსელიანის 6 შინაბერა და 1 მამაკაცი. და მე და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი გამოვედით სცენაზე და დავიძახეთ ერთად ჰოპლა ჩვენ ცოცხლობთ. შენ ერგილი არ არის პენსიონერების რიში. რასა? შენ და ისე და მიყავდე სამთავრობო არხზე პიკი საათის ნიუსი. აი სლოგანებს უნდა წერდე ხოლმე რა. იმზე ლაპარაკობ, რამის გული გამისწეს. იცი მამა ჩემ ერთი ჩვეულებრივი კონფორმისტი ადამიანი იყო. ისეთი აღო ქონდა, საიდანაც ქარი უბერავდა, იცით, ირხეოდა კი არა. აი ქარს ხდებოდა და გარს უღებდა. ეს მერე სიკვდილის მერე დაიმსა ყველა ვინ იყო და რა იყო. თავის ბოლო გზაზე ცაში აიყვანეს და ჩინმეტრებით გააცილეს. აუ შენი დიდი იმედი აქვს. უბრალოდ უნდა რომ გქონდეთ. იქიდან დარეკეს. იცი შენ საიდანაც. ეთერში თუ ისი არ მოიქცევა როგორც საჭიროა, ყველას დაგიჭერთო. იქიდან საიდან? ზეციდან? ხო, პირდაპირ ზეციდან მოდიოდა მუქარა. არა, ესენი ისეთი დაფაცურებულები არიან, აშკარად აქვს იმ ღმერთს ამათი დაჭერის მოტივები რამე რო იყოს. ნატალია გოდერძიშვილი, პირველი ქართული თეატრის წევრი უკვე 2008 წლიდან, დაარსების დღიდან. ემოციები ძალიან კარგია, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და რა გითხრათ? დაწყებული პირველი დღიდან დღემდე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ ყველამ. ყავს ახალი რეჟისორი, ბატონი გიორგი წითურიშვილი და ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა, ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, ძალიან
ძალიან მიხარია რომ აქ ვარ მოკლედ მიყვარს ჩემი დასი, მიყვარს ჩემი თეატრი და დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას დაწყებული ჩვენი რეჟისორიდან დამთავრებული თითოეულ მსახიობამდე და ყველა იმ ადამიანამდე ვინც დღეს მოვიდა დაგვაფასა და იმედია კარგ შეფასებას მივიღებთ. Მიყვარხარ ჩვენო მაყურებელო. ვარყოფით გმირს თამაშობ ამ სპექტაკლში, მაგრამ აქვს დადებითი მხარე ჩემ გმირს. ყოველთვის ვეძებ ჩემს გმირში რაღაცა კარგი და ტელევიზიის წამყვანი უფროსი არის ეს ჩემი გმირი, მაგრამ რაღაც კარგი თვისებები მოუძებნეთ ჩემ გმირს და იმიდან გამომდინარე გამომივიდა სხვათა შორის ფიქრობ და რეჟისორის მეუბნება რომ რაღაც მხრივ გამოვიდა ეს როლი. ეს ჩემი შვილია ლუკა ლომიძე, ერთად გავართ სცენაზე, რაც მოვესწარი. ახალგაზრდა აქტივისტია, თავის როლს საკმაოდ კარგად. ჩემი როლი არის ძალიან სიმპათიური ბიჭი. და გვასახელებს დღეს ლუკა. ლუკა სხვათა შორის ლიკა და ვიქტორ სირელსონების თეატრის ძალიან პატარა მსახიობი იყო. რამდენი წლის იყო ვინ იცის, რომ იდგა პირველად სცენაზე. უფრო პატარა. და აი გაიზარდა და ჩვენ უკვე დიდების დასში. ირმა გაჩეჩილაძე, მსახიობი, ექთანი, მასწავლებელი, რა ვიცი, ყველაფერი ერთად. შეკრული ერთი ოჯახი, რომელიც მოვდივართ დილაუთენია საღამოს ვიკრიბებით და სულიდაგული ვართ ერთმანეთის და ჩვენი ერთად ყოფნა ზეიმი. მართლა ზეიმი, ისე კი არა, აი მართლა ზეიმია ყოველი ჩვენი რეპეტიცია. დღეს ისეთ მაგარი სპექტაკლი უნდა ვაჩვენოთ, რომ აი ეს მონატრებული ხალხი, რომელსაც დიდი ხანია ქართული თეატრი არ უნახიათ, კოვიდის გამო თუ ამის გამო თუ იმის გამო, აი უნდა სულ დავამახსოვროთ ეს დღე ძალიან დიდი ხანი და რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოუზიდოთ თეატრს, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ეს არის ძალიან დიდი სულიერი საკვები, ძალიან დიდი. ჩვენ დაგირეკავ და ქეთი მომიკი. საიდან უნდა მოგიკითხო, ყოველ 5 წუთში არ ლაპარაკობ. წავედი რა. პირველ რიგში მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მომეცა საშუალება და მივიღე ამ სპექტაკლში მონაწილეობა და მგონია რომ ადამიანები რუტინით ძალიან მართ მოცული და აი ეს მომენტი წახვიდე თეატრში, გამოყო დრო იმისთვის რომ დაფიქრდე, იფიქრო, შენ თავში ჩაუღრმავდე შენ ემოციებს, ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე დიდი ემოცია წამოვიღე, იმედი მაქვს მაყურებელი მადლიერი და ბედნიერია, რადგან დრო გამოყეს და ფიქრობ რომ მიიღეს სასურველი ემოციები, იმედი მაქვს და ვინ რომ უჭრილში განიხილავს, ვისთვის პოლიტიკურია, ვისთვის ეგოცენტრულია. თავარია რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. კარგი იყოს სპექტაკლები, უნდა იყოს სპექტაკლები. უნდა იყოს. მაია წულაია. კაფეჯის ფლობელი. ძალიან ასიამოვნები ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და მე ვისურვებდი, რომ აი ეს სპექტაკლი ნახო ძალიან დიდ სცენაზე. რომ ძალიან კარგები არიან, მე მიყვარს ეს დასი, არაერთხელ ყოფილი მან სპექტაკლზე და ძალიან ბედნიერი ვარ და ემიგრაციას ეს ნამდვილად ჭირდება, რომ ჩვენ მოვიდეთ და ეს ყველაფერი ჩვენამდე მოიტანოთ. ნამდვილად გამოვიდეთ, იმიტომ რომ მე მართლა ვიტირე და მართლა ვინერვიულე, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენამდე ყოფილიყოს. ოხალექს. შეს რევოლუციურ სულისკვეთებას
რომანტიზმი შეფარვია შვილო. შესაძლოა ცოტა მოულოდნელის კი. ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა. დედა, გადახარ გონია, შენ და ჩემი უფროსი კლასელები იყავით და დღემდე ძმაკაცობთ. აი მაგას ქვია შვილო, საღი აზრი. სრული პესიმისტი. სრული რეალისტი ვარ. კარგი დედა, ვეცდები რომ მოგბაზო. ვარჩარდას 5 საათი არ ჩარდებ, ხო ესია? დედა. ხო. ძალიან თუ სიმართლე მითხარი რა. სერგი ხელფას გიხდის? ბიჭო. ყველა ფულზე რატო ახორდავე? ბიჭო, როგორ გონია ხა, ფულში რო არ იყო საქმე, მე ხა, ამას დავთანხმდებოდი თუ? სიჩუმეშიაც გიხდიდენ ფულს, მაგრამ ლაპარაკი არჩიე. მოკლედ. არ ვიცი რა გეკმები გაქვს, მაგრამ ძალიან ხო რა შვიდო რა. ნუ დაღუპავს თავს. პირველმა ქართულმა კულტურის ცენტრმა Dancing Crane-მა ათეულობით წლები ასეულობით ნიჭიერ ქართველს მისცა პლატფორმა. სიყვარულით და გვერდჩიდგომით გამორჩეული გუნდი სამომავლოდაც ბევრ სიურპრიზს გვპირდება. სპეციალურად ტელეკომპანია ახალისთვის ლელა ნინოა ნიუ-იორკიდან.